ზისა და წმინდისა სულისათა. ამინ. რამოდენიმე საკითხი განვიხილოთ, ჩვენ მეგროვდება ხოლმე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები აქტუალური და ზოგჯერ აი ამას ვუთხოთ ჩვენ საკვირაო გადაგების. უპირველეს ყოვლისა ვიწყებ ასე, ჩემო ძვირფასებო, არ შეიძლება ამას არ შევეხმიანოთ, აღმოჩენილი იქნა აშოტ კურაპალატის საფლავი. საერთოდ ეს როგორც უფალი ამბობს, უჩემო თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება. თქვენ თმის ღერი ერთი უმნიშვნელო საკითხიც კი ის განხდება ყველაფერი. მით უმეტეს აშოტ კურაპალატის საფლავის აღმოჩენა ჩემო ძვირფასებო 1000 წლოვანი და მეტი წლის შემდეგ 1000 წლის და მეტი წლის შემდეგ არ არის რა თქმა უნდა უბრალოდ და უმნიშვნელო და ღვთისგან არის ეს მინდა რომ თქვა. ესე იგი, ნუ ეხა რა შეიძლება ვიფიქროთ ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ძალიან უჭირს საქართველოსთვის თავდადებული მეფე აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს. აი რომ რა უნდა თქვა ეხლა თუ სხვა არაფერი რომ აი რომ ამბობენ ხო საფლავში ვერ ჩერდებაო ძლებიო და გატრიალებსო და ხო არის ესეთი გამოთვლები. ესე იგი აი ამ მოვლენების ამ ამბების დროს აღმოჩენილი იქნა აშოტ კურაპალატის საფლავი, რაც იმის მაუწყებელია და ნიშანია ჩემი აზრით, რომ განსაკუთრებით ჩვენს გვერდით არის აშოტ კურაპალატი. ესე იგი ეს უდიდესი პიროვნება, ჩემო ძვირფასებო, უდიდესი ბიბლიური პიროვნება, მარტო საქართველოს ადგილობრივი მნიშვნელობის კი არა, ბიბლიური, მსოფლიო დონის და მე როცა აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს, ზედიზედ მივეკავდა მრევლი და მილოცავი. რატომ? იმიტომ, ჩემო ძვირფასებო, გურული კაცი კი ვარ და ვიცი ხოლმე ხანდახან ჩემი თავის ქება, მაგრამ ეს რასაც ახლა გეტყვით, ჩემი თავის ქება არა. უბრალოდ ღმერთმა მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ეს მე ღმერთმა მომცა, ღმერთმა გამიხსნა, თორე ამას რა ჩაწვდებოდა ღვთის გარეშე, ამ ჩემი არ არის ეს, მე ამას ვფიქრობ, მაგრამ რატომ მილოცავდი? იმიტომ რომ 131 ფსალმუნი პირველად მე განვაცხადე, რომ აქ, როცა დავითი ამბობს, ღმერთი მეფუცა მეორო, შენი შვილები და შთამომავლები თუ იცხოვრებენ ღვთისმიერადო, მაშინო შენ შვილებს სამეფო ტახტზე დავსვამ და უკუნისამდე იმეფებენო. ანუ ეს ახლა აშოტ კურაპალატზე ბაგრატიონებზე აქ ლაპარაკი. და ეს პირველი ბაგრატიონი მეფე იყო აშოტ კურაპალატი, ჩემო ძვირფასებო, რომელიც გამყიდველმა ქართველებმა არაბებმა მოისყიდეს და გამოეკიდნენ მეფეს, დაიმარტოხელეს და ტაძარში, ფიქრობენ დოლის ხანაში, დაკლეს, ჩემო ძვირფასებო. საკურთხეველში დაკლეს. ვახტანგ გორგასალის ზურგიდან აქვს ნასროლი ქართველმა მოკლა, აშოტ კურაპალატი ქართველებმა მოკლეს და დავით აღმაშენებელს ეხლა რიცხვი მეშლება, მაგრამ პირობითად ავიღოთ 50-ჯერ იყო ცდელობა რომ მოეკლათ. ერთხელ გულში მოხდა ის არის, მაგრამ ფოლადის ხატი ჰქონდა და იმან გადაარჩინა. თამარ მეფეს აუჯანხდნენ ოქროს ხანაში. აჯანყება მოაწყვეს, რომ გადმოებდო. თამარი გადმოებდო და რუსი გიორგი დაეხმარებოდა, ესე იგი იმ სამეფო. აი რა არის ქართველობა? კონსტანტინე გამსახურდია რა ფსიქოლოგი კაცი იყო, რა ათქმევინა მეფე გიორგის. ხო, რო ნადირობენ და რო ყვება მეფე გიორგი და პიპას ეუბნება, რომ პიპაო ჩვენში მოღალატეები ჭარბობენ ერთგულებს და დიდი კაცი თუ გამოგვერიათ, ისე დავყურდით როგორც დაჭმით ძევას სხვავები. ესე იგი, აი ესეთ თვისება გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა არის კარგი ხალხი, არის ვაჟკაცი ხალხი, ეხლა საოცრება ხდება, რომ
როგორც არასდროს საქართველოს ისია გაერთიანებული გულისხმობ 17 მაისს რომ გამოდის უამრავი ხალხი ყველა და ქართულ ტრადიციების სასარგებლოდ გამოდიან ჩემო ძვირფასებო და აგერა შეთქმულობალადით ჩვენს გვერდით არის საქართველოს გვერდით არის ჩემო ძვირფასებო ეს რო არ მეთქვა არ შემეძლო ეხლა მეორე ერთმა ხო დღეს არის ჩემო ძვირფასებო ესე იგი მე-18 საუკუნეში მოღვაწე ბერის ისა დავით გარეჯელი ბერის ონოფრის ხსენება ეს ონოფრი დიდი თავადი იყო ქართლის და ჩვენებური თანამედროვეობით რო ვთქვათ მილიონერი ძალიან კაცი მასპინძლობდა ხალხს, ღარიბ ხალხს და ძალიან სასწაული კაცი იყო, მაგრამ ძალიან მოწმული იყო, მოკლედ შემონაზრდა ლეკებმა გაიტაცეს სხვა ბერებთან ერთად და მოხდა რომ გამოსასყიდი, თორემ აპირებდნენ მოკლეს. აი ხაზგასმა მინდა ჩემო ძვირფასებო, რა დროში ცხოვრობდი და სულ ყოველთვის საქართველოს აქვს აი ეს ტრები ესე მე-18 საუკუნე ჩემო ძვირფასებო, დავით გურამიშვილი გატაცებული იყო აგერ სამურამო ლეკებმა გაიტაცეს. დავით გურამიშვილი გენიოს პოეტი რუსთაველი რო არ ყოლოდა ეგ იქნებოდა ჩვენი ნომერი პირველი პოეტი. სასწაული პოეტი, დიდი გენიოსი პოეტი. რომელსაც ისე უყვარდა საქართველოს, ისე უყვარდა ბოლოს წერს რომ ცოცხალი არ ვისო ახსოვარ მკვდარი ვინ დამიტირებსა. მაგრამ ისეთი დიდი სიყვარული ჰქონდა საქართველოსადმი, რომ აი ეს ხარი კარგება, როცა რაღაცა გაქვს ესე, რომ 1959 წელს საქართველოს მწერალთა კავშირი შალვა დადიანის მეთაურობით ჩავიდა უკრაინაში, მოინახულეს დავით გურამიშვილის საფლავი და ყველა თითო მუჭი მიწა აღებული ვაჟა-ფშაველას იმიდან გალაქტიონის დაახარეს დავით გურამიშვილის ჩემო ძვირფასო. გატაცებული იქნა აბრამ სინჯიკაშვილი ქართლიდან, მარტყოფიდან 14 წლის ბიჭი, რომელიც გახდა ეგვიპტის სულთანი. და იმდენად უყვარდა საქართველოს, რომ ვინც კი მოდიოდა და ვაჭრებს მოყავდა ეს და რა ქვია ხო? რა ქვია ეს ტყვეები, ბავშვები, სულ ყველას ათავისუფლებდა, კომისიას ქმნიდა და აბრუნებდა საქართველოში ყველას. გამიგეთ? აი ამ გატაცებულ 18 საუკუნიდან ორი მოვიყვანე, ორი გენიოსი, ორი უდიდესი პიროვნება ამბობენ სადაც მოვისმინე რომ თურმე ეხლა სულ ეხლა ხან 2000 რომელიღაც წელს მარტყოფელებმა ამ სულთანს სინჯიკაშვილ აბრამს მერე მუხამედი ერქვა მუსულმანებმა მიაღებინეს ძეგლი დაუდგეს ჩემო ძვირფასო ძეგლი დგას მარტყოფში აი ესე დღეში ვიყავი მე-18 საუკუნეში ჩემო ძვირფასებო კახეთი გინახიათ ალბათ სულ ერთად კახურის კახეთის სახლები ერთად იმიტომ რომ ლეკები იმდენი გვესხმოდა თავს რომ შორიშორს ვერ იცხოვრებდნენ ახლოს ერთად გამოდიოდნენ ერთად ებრძოდნენ და ერეკლე მეფე რო არა ალბათ დაღესტანი ლეკები წალეკავდნენ საქართველოს მთელი მარტო მე-18 საუკუნეში სულ ესე იყო საქართველოს ხო სულ სუნიტები სულ შიიტები სულ ლეკები სულ მუსულმანთა კოალიციებიც კი ერთიანდებოდნენ და ისე გვესწრებოდნენ თავს და უნდოდა დამოედრონ, მაგრამ ხედავთ როგორც პავლე მოციქული ამბობს, ტანჯავენ, წავენ, ქოლავენ, მაგრამ ჩვენ ცოცხლები ვართ და ვიქნებით ცოცხლები. პავლე მოციქულის ეპისტოლედან მომყავს ახლა მონაკვეთი. ასეა ზუსტად საქართველოს ჩემო ძვირფასებო. ჩვენ ესე იგი დღეს უკვე დიდი მსოფლიო მაფია დატაკებული საქართველოზე რატო? ეს იზღებათ მაგათ ქრისტიანობა და იმიტომ რომ აღმოიდგოს გაგიჟდნენ აქ რომ ქრისტიანობაზე გავართ ესე და ვიცავთ ქრისტიანობას გაგიჟებულები არიან და ეს ხალხი ვერ იტანენ ხა არის გებულობთ რომ მოსპობა უნდა ქრისტიანობის არა მარტო საქართველოს ყველგან
კათოლიკური პროტესტანტული მართლმადიდებლურია იმად ვერ იტანენ ვერაფერს მაგალითად ერთი მომენტი პოლონეთში იცი თქვენ კათოლიკური რწმენის მაგრამ ნუ ქრისტიანული რწმენის ხალხია და საფლავები თურმე გადავსებულია სუნჯრებით სადაც მიხვარ სადაც სუნჯრები და ამასაც კი ვერ იტანენ და უნდათ რომ რაღაც კანონი მიეღოთ რომ ეს ჯვრები მოეხსნათ ვითომ შეურაცხყოფა სხვა რელიგიებს გამიგეთ ამერიკაში წაპირებდნენ ამას რომ ჯვრები იმდენ ჯვრები იქაც იმდენ დაძრებია რომ ჯვრები მოეხსნათ მაგრამ ნუ ვერ ახერხებენ დიდი სიხარული დიდი სიყვარული უერთდები იმ დიდ გამოსვლებს ინგლისში იტალიაში გერმანიაში რომლებიც ესე იგი ნუ თავისებურად თავის ქრისტიანობად მაგრამ მაინც ქრისტიანული როგორც ჩვენ მაინც გამოვიდივარ უნდათ რომ მიხვდნენ რომ გვართმენ ქრისტიანობას და უნდათ რომ ესე იგი პროტესტი გამოხატონ და რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა ჩემო ძვირფასები მე არასდროს შევხვიანები ვარ და მინდა კიდევ ერთხელ ეხლა შევეხმიანო გაზაში ჩემო ძვირფასებო ხოცვაჟლეტვა მიდის ქრისტიანებიც არიან იქ და პატარა ბავშვების უყვართ იმათ სამშობლო ამათ უნდათ რომ გააგდონ ესენი რჩებიან და ერთი ამბავია და როგორ გამიხარდა რომ ნიუ-იორკში გამოვიდა ებრაელები ამათ წინააღმდეგ და ღაზას დასაცავად და პალესტინის დროშები გამიგეთ ესე იგი ყველგან არის ადამიანი რასაც ქვია ადამიანი და ძალიან გამიხარდა რომ ებრაელებმა ეს ნაბიჯი გადადგეს და დიდი პროტესტი უამრავი ხალხი გამოვიდა ნიუ-იორკში თვითონ ებრაელობა ესე იგი ამ ფაქტის წინააღმდეგ რაც მე ვთქვი ეხლა ერთ მდელს მინდა კიდე შევეხმიანო იმიტომ რომ ჩემს მისამართით კიდევ ერთი რამ თქვა და ამით დავამთავრებ თუ რამე არ გაგვიჩვენო მოკლედ ეს პოლემიკა რო იყო ჩვენ იცით თქვენ არც ის სასახელებს და არც მე ჩემს სახელს არც მე იმის სახელს მაგრამ მართლა ისე გამოგვდის კორპორატურის თავმჯდომარე სახელს დაგოს და მაგრამ ჩვენ ეს შევინარჩუნოთ მე მინდა დიდი სიყვარულით მოიხსენიო ეს სასულიერო პირი ჩემო ძვირფასებო იცით თქვენ იცით დიდი სიყვარულით იმიტომ რომ მან თქვა ესეთი რა ჩემზე მაგ ღდელსო რა უნდა ელაპარაკო როდესაცო დავით ისაკაძე დეკანოს დავით ისაკაძე ნომერ პირველ მუდრად აღიარა რა უნდა ელაპარაკო ანუ ვითომ დავით ისაკაძე წყალწაღებულია ამ წყალწაღებულსო როგორ ამბობსო პირველი აი რა უნდა ელაპარაკო მაგას ჩემო ძვირფასო აი ამ სიტყვებისთვის და ამ ბოლო ქადაგებებისთვის მიმართა ხა მაგ მოძღვარს ვიცი რომ მიყურებს აი ისე შემიყვარდი ჩემო ძმა ჩემო უდელო ისე შემიყვარდი რომ ბოროტი კაცი მეგონე და ნუ მივხვდი რომ ეს კაცი ბოროტი კი არა მიამიტი გულობდი რომ საყვარელი ადამიანი ყოფილა აი რომ ნახო სადმე შემთხვევით ხო აი მოვა და ჩაგეხუტები მაგრამ თუ არ ჩაგეხუტე იმიტომ რომ შენ არ კრა ხელი ამ სიყვარულს რაც მე დამებადა შენში ეს კაცი ყოველთვის მიყვარდა ეს უდელი მაგრამ მე მახსოვს ჩავთვალე ყოველ შემთხვევაში ესე მითხეს არ უღალატია მას ზვიადისთვისო მაშინ მე ჩავთვალე მე ზვიადისტი ვიყავი ჭყალებში რა თქმა უნდა და ჩავთვალე რომ მან უღალატა იმიტომ რომ დაწერა რაღაც სტატიები სანჩო პასა არის ვეგაო და პრეზიდენტი გონია თავიო და ასე შემდეგ მაშინ გავბრაზდი და ხილი ჩაწყდა ჩვენს სიყვარულს შორის რა გავბრაზდი მაგრამ ეს ხილი ეხა გამთევდა იმიტომ რომ ეს სიყვარულის იმიტომ რომ აი ეხა ბოლო ქადაგებს რომ მოусმინე მივხვდი რომ ეს კაცი ბოროტი კაცი არის საყვარელი ადამიანია ჩემო ძვირფასო უსაყვარლეს ოღონ რო არ იფიქროს ბოლო ქადაგებაში თქვა რომ ვინ ჩემზე ცუდი თქვა ერთი კაცი შევიდა პატრიარქთან და მამა არჩინო აი მეწამს არა ისე აცი ბავშვი ასე თქვა უნდა მოკლა და მე ის კაცი იმ დღეს მოკდა ესე იგი ის რო არ იფიქროს რომ ეხლა მე მაგითო ვაქებ და იმაშევი ეს სიყვარულები ამის შემეშინდა ჯერ ეს ჩემ მეგონია თქვილი ახლა ვინ შევიდოდა პატრიარქთან ვინ ეთქოდა რომ უწმინდეს უნდა მოკლავო ეს პიროვნება ეს ნუ მან როგორც რა ამის გამო არა ამარჩი მართლა შემიყვარდი და მართლა მიყვარხარ რაღაცა ბოლოს დავინახე რომ მართლა ბოროტო კაცი რა და აი ამის გამო თუ რამე მართლა გაწყენე ოდესმე და რა ვიცი ეს
მოკლედ მაპატიე და მიყვარხარ და გეხვევი და გეფერები. მაგრამ ეს უნდა ავხსნა დავით ისაკაძე რატო თქვი ნომერი პირველი და მანაც უნდა მოისმინოს და თვითონაც უნდა აღიაროს. თქვენ გახსოვთ ტუალეტის მწერლებმა, ეგრეთ წოდებულ ტუალეტის მწერლებმა შეურაცხყვეს ღვთისმშობელი რა დაწერეს ჩემო ძვირფასებო რა და კიდევ რამოდენიმე პოეტი იყო და ერთმა ვერ გავიმეორებ როგორი შეურაცხყოფა მოახენა ჩვენ წირვან ლოცვას ვერ გავიმეორებ გაოგნებული ვიყავ და უბრალოდ ფიქრობდი რომ ეს ქრისტიანები ფეხზე დადგებიან რაღაცა სიტყვიან და არ ჩანდა არავინ არ ეხმაურებოდა კინაღა ფაქტი მივიღე ჩემო ძვირფასებო და ამ დროს დავით ისაკაძე აი ამ დროს დავით ისაკაძე დეკანოზმა რამ არ ვიცი როგორ მოახერხა რამოდენიმე ათასიანი მრევი შეკრიბა რამოდენიმე საკმაოდ 5-6,000 მეტი კაცი და საპროტესტო აქცია აი რატომ არის ის ნომერი პირველი ხვდები და აი ამისთვის პატრიარქმა მიტრით დააჭირა პატრიარქსაც რა უნდა ელაპარაკო? კაი, მე რა უნდა მელაპარაკო? პატრიარქმა სად მე რო ვთქვი რომ ნომერი პირველი მოდელია დავით ისაკაძე და სად ეს შეფასება და სად პატრიარქმა რომ მიტრით დააჭირა. გამიგე? აი ამიტომ არის დავით ისაკაძე ნომერი პირველი და მაშინ ჩვენი სირცხვილი მოგწმინდა რა აი სირცხვილით ვიწყო ჩემო ძვირფასებო და ესეთი ქმედების შემდეგ მე გავიხარე რომ აი რა პროტესტი გამოთქვა გააკეთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ხო და ძალიან გამიხარდა ჩემო ძვირფასებო. აი რატომ არის ნომერი პირველი. კიდე ნომერ პირველზე ვიტყვი ახლა. ოღონ მამაო შენ არ შეგშურდეს. ეხა ხომ გაქეა რა. ახლა მაგარი კაცი ხარ და მაგარი ბიჭიერი კაცი ხარ და მაგრამ ერთი თანდაბლობის წამალიც უნდა მოგცე. მე შენს ნომერ პირველ უდლად აკიარ ბოლოდან მოყოლებ. გამიგე? ეს ახლა არ გეწმინება რომ თანდასული ზარ თანდაბალი კაცი ვარ და ეს იმიტომ რომ ესე ჯობია სულიერად ჩემო ძვირფასო. ასე რომ ამას დავანებოთ არ ნომერი პირველი არ გეწმინოს, მაგრამ დავით ისაკაძე ნამდვილად არის ნომერი პირველი უდელი და ნომერი პირველი ერთ კვარცხლბეკზე ერთად დგანა ნომერი პირველი უდელი ასევე არქიმანდრიტი ბასილ ათაძე ჩემო ძვირფასო. ნომერი პირველი იმიტომ რომ მაშინ როდესაც სექსუალური აღზრდა ბავშვებში და საბავშვო ბაღებში უნდა შემოეტანა იგივე ამ ანტიქრისტიანებს ეხალწოგვებწია მაშინ მამა ზურაბმა ეხა არქიმანდრიტი ბასილი ბერია უკვე ის მან იბრძოლა ჩვენც ვეხმარებოდით მაგრამ მან ის უარყოფილიყო ჩვენ მე მგონი ესევე შევებრძოლებოდი და მან გააკეთა ყველაფერი თავი დადო დღე და ხამე სულ ბრძოლაში იყო და ხან ზურაჟვანიასთან წავიდა პირველ სკოლისა პატრიარქთან ავიღეთ როცა კუთხე დადიოდა ეპისკოპოსებთან დადიოდით ყველგან ის სპიკერობდა და მოახერხა ის რომ აი ეს მაშინ ეხლა ვინიფიქრებდა დიდება მთავრობამ თვითონ აკრძალა ესეთი რა ვეღარ შეიტანს ვერ სკოლებში ვერ საბავშვო ბაღებში მაშინ ეს ზართული იყო და მამაზურების დამსახურება აი ვინ არის კიდე ნომერი პირველი მოდელი არქიმანდრიტი ბასილ ათაძე ჩემო ძვირფასო. აი ეს საკითხები მინდოდა შევხმიანებო რომ განმეხილდა თქვენ შორის მადლობ იმასაც რომ ესე მოხდა ყველაფერი და ის ხინჯი რაღაცა რაც მქონდა ამ სამღვდელო პირთან აი ახლა მომეხსნა იმიტომ რომ სიყვარულის ძალა ესეთია ჩემო ძვირფასო ესეთი მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ არაფერს არ გავატარებთ ისეთ რაღაც ცილის სწავლებას რა თქმა უნდა არავისგან ვინც არ უნდა იყოს ხო და ნუ მე მეგონა მაინც ბოროტებით ჩადიოდა ვიღაცამ რაღაცა დაავალა და აი დავწუნდი რომ ეს ადამიანი ბოროტო კეთილი ადამიანია უნიჭიერესი ეხა ხო არ მისმეს გაბრაზდა უნიჭიერესი დელია უნიჭიერესი ადამიანია ფრიად განათლებულია და ვლოცავ ყოველივე სიკეთეს უსურებ. ოღონდ შენც მამო დაბლოცე რა. შენც დაბლოცე, მე ხო გლოცავ, შენც დაბლოცე. გამოდი ზლია პარტავნებას და თქვი, დაგლოცოს და გაგახაროს ღმერთო. დალოცვილები იყავ ჩვენთანაც.
ჯვარი გამოვიტანეთ და